საღამო მშვიდობისა. დღემ ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან კარგი ჩვენება იყო, მშვენიერი. მე ძალიან მომეწონა ორი ფილმი იყო და ერთში ჩემი მეუღლე მონაწილეობდა, მეორეში მხოლოდ ბუნება და წყემსები. ხო და გზაში რომ ვიყავით, გამომიგზავნა მეგობრებმა ასეთი ვიდეო ნახევრად ვნახე მანქანაში და არ ვიცი რა თქვა. მოდი ერთად ვუყუროთ კვლავ ამ ვიდეოს. ასევე მინისტრები რომლებიც ოქროს გავიცანი ცნობილი ჩვენი ზაზა ჩამოსული სტუმრები ყველა კუთხიდან ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია რომელიც ჩამოყვანილდა ცოტა ბადარათი ოთხი ფეხმაში დაწუხა და ბოდიში ყოველდღე ცოტა ასე ფორმაში ვარ მაგრამ თავს დაინც ბაზარებდა ფეხზე მაიდგავა მინდა რომ მოგილოცოთ ეს დღეს ასწავლი ხანა აქ სპიკერია ჩვენთან ერთად დადისეული გია ვოლსკი რომელიც გამოსვლებში აბაჭებზე კარგი ლაბარაკებს მაგრამ ხანუკას მიგონი ცოტა მე უკეთესად შეგასწავლით აკავხავს და იქ რა მინდა თქვა ისტორიულად ჩვენ ქართველი ებრაელები 2600 წელი მეტი და საქართველოში ცხოვრობთ ყოველთვის ამაზე ისტორიული და აკადემიური ლაპარაკი მიდის. ვინ იყო პროადრე აქ? ქართველი თუ ებრაელი? თუ გაუკვირველია ცოტა ეს თემა. იცავს რომ ქართველი მედიადრე იყო. იმიტომ იმათო მიგვიხენ ჩვენ ებრაელები ამაში ეჭვით სამეფარება. მაგრამ ისტორიულად ფაქტია რომ რომელ დღესაც ჩვენ ეს აღნიშნავთ ეს მოხდა 2193 წლის წინათ ეს იგი იმ პერიოდში როცა ჩვენი წინაპრები მაკაბები ბრძოლობდნენ ისრაელში დავით ეცვათ დიდი იმპერიისგან საბერძნეთიდან მაშულიერ დროს საქართველოში ებრაელები კარგად ცხოვრობდნენ ჩემ მამა პაპას ის უბედურობა არ უნახავს დევნა შაბათის არ შენახვა და რელიგიის მოწყვეტა რაც უნდა მტერს ჩვენი განადგურება სულიერად ფაქტია ჩვენ აქ ვიყავით შენახულები ვიყავით სპარსეთმა რომ ინდომა 2500 წლის წინეთ ისრაელის მოსპობა ძველი ისტორია ახაშვეროში ამანი ფურუმი ცნობილია ყველასთვის მაშინ ჩვენი მამა პაპანი საქართველოში კარგად ცხოვრობდნენ მაგრამ გადმოგცემ ჩვენმა ძმებმა რომ ასეთი რაღაცა მოხდა და ჩვენც ყველა შევერთდით იმ ზეიმს რომ ჩვენი დიდიები მარადიული ისრაელი ღმერთმა შეგვინახა მე ამიტომი და რაღაცა აღვნიშნე ამას ნიშნავ რომ ქართველი ებრაელი საქართველოში დამშვიდებულად ცხოვრობდნენ ყოველთვის მე დიდი მოგლას ექნება ბოდიში მე პოლიტიკაში არ შედივარ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა მაგრამ ძალიან კარგი ლიდერები ყავთ საქართველოს ძალიან მაგარი ხალხი ყველა ჯანმრთელობა მისცეს ბიზნეს დიდად მეგობარია ჩვენ მაგარი მეგობარია ჩვენ მას იცნობთ ამ დროებიდან ახლა პოლიტიკებიდან მე მას ვცნობ მოსკოვიდან როცა კიდე 30 წლის წინით რაღაცა მადლები გვაქვს ერთად გაკეთებული მადლები რაბინი ვიყავი მაგრამ მადლები ხალხს მეხმარებოდა დამჭირდა გავიცანი კაცი ბანკირი მივუვარდე შემომიერთდა ასე გავიცანი კაცი სანდაგარი ადამიანი
მე ვიცი რომ ისი გადაწყვეტილებები საერთოდ სიკეთეს მოიტანს საქართველოსთვის და იმედი მაქვს რომ მართლაც ყველაფერი ასე იქნება ღმერთის წყალობით. როცა ბატონო პრემიერო წარმატებები მოდიდება გეგეცლიერებინოს საქართველო სოფლიო დონეზე ხალხი ზოგი ვერ იგებს მაგრამ ცოტა სიფრთხილეა საჭირო მეზობლებიდან და ეს პოლიტიკა მე კარგად ვისმის. 2600 წელი ცხოვრობით აქ ხო? იესო ქრისტეზე თუ გაგიგიათ რამე? გაგიგიათ რამე იესო ქრისტეზე? 2600 წელი თუ ცხოვრობდით, 2000 წლის წინ წესით უნდა გაგიგოთ. ცოტამესმის. ამიტომ ჭკვიანობაც ბედნიერად აკეთეთ ყველაფერს და იმედი მაქვს რომ კიდევ ასე გაგრძელდება და ასე იქნება. დიდი მერაბის შემოხანა. რომ ქართველებმა ეს ასე ვიღარ შემოგარული გვერდში. საქმეს აკეთებ შესაც ამ აღარ დონეზე. ისე ხუნოს აგებოთ და ჭიქა მიგერთხათ რა. ორგანიზაცია ევროპის ვაკეთებ საქართველოში. ბატონი მიხო ბერელაშვილის რა კარგი თამადა იქნებოდა ეს. შეგვიძლია ევროპაკეთება და საქართველოში და გარეთ, მაგრამ მე ამას იმიტომ ვიშნავ რომ ვიცოდეთ ჩვენი ერი ძლიერია, ვიყავით, ვარ, ვიქნებით და ვარსებო და ვიარსებებთ. ბევრი წამოდგა ჩვენზე ამ ბოლო დროსაც კატასტროფა იყო ისრაელში. კიდევ ამას მოგომ ღიად, ყველგან ტელევიზორში ვთქვი, რამოდენი დღეების წინეთ რომ შედის გაუგებარია როგორ მოხდა ასე უბედურობა. მე გეტყვი. ილია მეორესთან ვიდექი კარზე და არ შემიშვა. შენმა ძმაკაცმა. ხო და მე დავწყევლე. როგორც მომექცით, ისე მოგექცნე მეთქი. ხო და რაც ისრაელში მერე მოხდა, ეხლა გაიგებ, რომ ჩემი წყევლა მიეწიეთ მათ. უი, ხო, ილია შენ ძმა არ არის? უი, ხო, კაი, მაშინ მე შემიშალა ბოდიშით. დეგეცა თავზე ოქტომბერში. ძალიან გაუგებარია ჩემთვის, იმიტომ ძალიან კარგად იცი მოსადი როგორ მუშაობს, შაბათი როგორ მუშაობს და ბუსი ვერ გაფრინდება ისრაელში. თუ ვინმე საყავს ნახული, არ არსებობს. ბუზი არა, წყევლა მოფრინდა. კიდევ გინდა გამოუშვა რამე? რაღაცაშია საქმე, ხო? ამას გამოიციებენ. მაგრამ ისრაელმა 7 სხვადასხვა ფრონტზე ყველაფერი მაინც დაამარცხა. ხედავთ, თქვენი თვალით რა ხდება. რა ძლიერი ხართ? ქართულადაც ლაპარაკობთ. ჩემგანაც აპლაუსი. აპლოდისმენტებს იმსახურებთ. 7 ფრონტზე თუ დაამარცხეთ მტერი, ყოჩახთ. საქართველოში მაინც სხვანაირად დაცურები ხართ ეტყობა. ქართველები მაინც სხვანაირად მაგრები ვართ და თქვენ ხო მაგრები ხართ და ჩვენთან მაინც დაცულად გრძნობთ თავს, იმიტომ რომ ჩვენ თქვენზე მაგრები ვართ. აბა ეხლა ჩვენთან დაცულად რო არ გეგრძნოთ თავი, ხო არ იტყოდით მაგას. ხო და მოდი მოვუსმინოთ. შესაყვარებ მეგობარს, ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეტანიაჰუს, რომ გამარჯვება. მაგრამ აქედან ვთხოვ მას, რაც მე ვიწერე ბატონ ტრამპს ჩემ წერილში ის გამარჯვების დროს. მეგობარო, ასე უწერავი და მეგობრები ვართ. არა 20-25 წლის წინეთ გავიცანით ერთმანეთი,
როგორც ბიზნესმენი კაცი გამიცა. და მაშინ როს მეგობარი უი, მეორე ბიზნესმენი კაცი გაუწმია. ძალიან საინტერესო ბიზნესმენებთან აქვს საქმე. თამადას. ეს საქართველოს სინაგოგაში ხდება. იქ რო არის. ძველ თბილისში. თუ ხო, ძველ თბილისში არის პრინციპში კიდევ ერთი ლაილა აქვთ იქ. რაჭაში, ონში, მაგრამ მაგარი თამადა არა სიტყვით. კარგად თამადობს ეს კაცი. ერთი ღვინო აკლია ხელში რა. მოდი. მანაც ბიზნესმენებსაც იცნობს. ხონა მექნება მარჯვენა თვალით ისრაელს გადახედე. მარცხენა თვალი ღმერთის მონაკვეთი სამოთხე სადაც დავიბადე სადაც ბგერა პირველი სიტყვა მოვიღე დედის ენა საქართველოს მიმიხედე დიდი კომა გენაცვალოს ბატონო ჩემო მეგობარო პრემიერა საქართველოს მიგიხედავ თუ კი თავს გაგვანებებ ბატონო ბიზნესთან ლაპარაკი მქონდა მასე და ორი წლის წინ ამ ადგილზე ვთქვი გავაღვინეთ ჩვენ ხალხს საქართველოში აღება ხელახლად პასპორტების მოქალაქეობის სამბები ხალხი ქონდეს და სანდიდი ძალა იქნება თუ იჭკუა ისრაელიდან ცოტა იქ დარჩებიან საცხოვრებლად მაგრამ ცოტა აქედაც გადმოვიდეს იჭკუა ქვეყანა რომელიც 77 წლის წინ უდაბნო იყო აყვავდა ხედავთ აიტეკ ისრაელში რას მიაღწევს სოფლიო როგორ ხედავს 2 წელი ბრძოლა მერაბ და ისრაელის ეკონომიკა ირიგით მაგრდება დოლარი დაბალი შეკელი მაგარი გამაგებინე ასეთი რა გინახავს აი იმეს გაუმარჯოს მარადიულეს რომლებსაც წამოადგა ბევრი მტერი სოფლიოში მაგრამ ჩვენმა სულმა დაკვეთებამ ღმერთის სიყვარულმა გაგვაცლებინა ცოტა ვიყავით მაგრამ მრავლები რწმენით პატარა ვიყავით დიდები ღმერთთან კავშირით და მოდით საქართველოს და ისრაელს გაუმარჯოს მოგითხარით კარგი თამადა ამეთ ერთი ხუთია შვიდე ნათქვამი ხალხურო ახალი არჩევნები რომ მე სტუმრებთან მოწვეულთა ბოდიშრიფტი ეს უკვე ებრაელების თემაა მაგრამ ხალხი ერთ გუშინ შეუშვება მეორე შეატარებს კიდევ კატეგორიულად მომთხოვ თბილისის სინაგოგის ახალი თავმჯდომარე აირჩევდა ამას ებრაელებმა თქვენ გეუბნებით ძალიან გყავთ აგერ მიამირჩიეთ რა ქალებს ხო პატივცემს თქვენ და ამირჩიეთ ყველას მიესალმები საქართველოს კარგი გოგო ვარ კარგად ყველაფერს დაგიჯერე კალაძეს უკვე პირველი წელი არ ახარხებენ გავაძეთ ციფრებშიც მომძანდით და დაგვაფასეთ მიესალმები პარლამენტის ყველა წევრს დიპლომატიურ კორპუსს დიდი მადლობა რაბიაკოვ გაგულაშვილს ქართველი ებრაელების მთავარი რაბინს, რომელიც მიუხედავად ჯანმრთელობისა, მაინც ჩამოგზავნდა, ამ ხელახზე გამოიარა და უსურვებდა ღმერთმა აი ჯანმრთელობა მისცეს, სიძლიერე მისცეს და მისი თავი ბევრი წელი ღმერთმა არ მოგვიშალოს. აგრეთვე დღევანდელ დღეს, როგორც ყველამ ვიცით, ეს არის სიხარულის დღე, ხანუქის დღე, გამარჯვებული ახალი ამბები სინაგოგიდან აღარც კი ვიცით ქართველები ვიყავით საქართველოს ტერიტორიაზე პირველად თუ ისინი ებრაელები ეს საორჭოფო თემა არის როგორც ჩანს
მაგრამ ებრაელები საქართველოს ტერიტორიაზე დაცულად გრძნობდნენ თავს. სულ რაღაც 77 წლის წინ აი იქ რო ისრაელი ააგეს, კოპირება რო გაუკეთეს, თავის პირით თქვა. არაფერი არ იყო და ჩვენ ავაყვავეთ. თუ არაფერი არ იყო, საიდან ის ყველაფერი რაც ახლა არის იქ. ბიზნესმენები გაიცნო ეთქობა კარგი, ხო? ორი ახსენა. ერთი ტრამპი და ერთი ბიძინა. ბიძინა რა ვქნა? ბიძინა მეც ხომ არ გაგიცნო. ტრამპ ლამაზი ქალი ვარ იცოდე. ჩემს გაცნობას არ გირჩევ, თორე შეიძლება ცხოს დაგაშორო. ისეთი თვალები მაქვს, ტრისას თუ შემოგხედე. ბიძინა, აი შენ კი 4 შვილი გყავს და შენი თავი არა მაქვს მართლა რა. შენ ცოლს დარჩი მანდ და ვიმეგობროთ, ვიყოთ. ამასაც ხო გამაცნობ ამ რაბის. მერე დავადგინოთ ერთად საქართველოზე ქართველები ვიყავით პირველად თუ ებრაელები. დიდას ვიცავარ არ გავაყალბებ არაფერს. ყველაფერს სიზუსტით გამოვიკვლევ. კაკრას დღეს ერთი არქეოლოგი გადამეყარა გზაზე და ვისაუბრეთ. მეგობრებო, თქვენ ხედავთ რა ამბავშიც ვართ. მალე სამათხოვრო გაგვიხდება მიწაწყალი. მალე როლებს შევიცვლით. აი ებრაელებს რომ დავუთმეთ მიწა მაშინ იქ ქართლში და მერე თავზე რომ გადაგვაჯდნენ და არა მარტო ჩვენ სრულიად მსოფლიოს აცი ჩვენ უნდა ვემათხოვროთ მიწა მათ. ეხ ქართლოს რა გაგვიკეთეს. სჯობდა შეგეკლა თავი და მიწა არ მიგეცა მაგათთვის ხარკად ვიდრე ამ დღეში ჩაგეგდე. ქართლოს ამოგთხრი მიწიდანა შეგასხავ ხორცსა მერე წკეპლას ავიღებ და ტრაკოზე მოგცხებ ერთი მაგრად რა. ამათ როგორ მიეცი შენ მიწა, ჰა? ამათ მიეცი შენ მიწა? რათა, კაცო, რათა? ამიხსენი ერთი თორე გავბრაზდები ძალიან რა. ხო ხედავთ რა მაგარი თამადები დადგნენ. რაბი ყოფილა, მაგრამ რამ გაყოხლა რაბი და თამადა ერთი და იგივეა. მღვდელი და თამადა ერთი და იგივეა. ოჩახთ. მე მაინც აი ჩემი ხილვა მახსენდება რა. მარტო ვიყავი სახლში. ბავშვთან ერთად ბავშვი მყავდა. და შემოლაგდა მთელი საშავეთი. მთელი მასონთა საზოგადოება ვინც კი არსებობდა ჩემს წინ იდგა. ესეთი სახეებით. ქალები, კაცები. ჩემი მეუღლე სახლში არ იყო. ვეკითხები რა გინდათ მეთქი. აგვიხსენიო. რატო გლანძღავო? და ესეთი სახეებით. და მე ვუთხარი რომ რას გეუბნებით მეთქი არასწორს.
თუ რამე გითხარით არასწორი, ჩემ სიტყვაზე პასუხს ვაგებ, ოღონდ მითხარით, რას გეუბნებით არასწორს თქო. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ძივივით ჩამომწკრივებულმა საზოგადოებამ, სრულიად მასონთა საზოგადოებამ. ქართულად საუბრობდნენ. ვერაფერი ვერ თქვეს. და ესე დამთავრდა ხილვა. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას რა. თუ გინდათ ეს მიწა თქვენი იყოს, მაგრამ დაარქვით სახელი, რომ თქვენ მიისაკუთრეთ ეს მიწა. თქვენი არ არის ეს მიწა, ღმერთს თქვენთვის ეს მიწა არ მოუწია. ჩვენ მოგეცით ეგ მიწა. იმიტომ რომ ტყუილებით მოისყიდეთ ქართლოსი. წაიღეთ, თქვენი იყოს. ამ მიწას თან ვერავინ წაიღებს საიქიოში და საიქიოში ყველანი მოხვდებით. მერე იქ ვისაუბროთ ქრისტესთან. აი თქვენ რო ქრისტე ვერასდროს აღიარეთ, ამ მიწაზე ქრისტეს მიწაზე რო დგახართ და თანაც ღმერთით მარიაჟობთ. იქ ვისაუბროთ მერე. აქ ვერ გაგაგებინებთ. აქ ბიზნესი უფრო საინტერესო თემაა ვიდრე სულიერება. თქვენ კი არა. ჩემს ხალხსაც ვერ გავაგებინე ეგ. იუდეველებს კი არა, ქართველებსაც ვერ გავაგებინე რას გულისხმობ. როცა ვამბობ, რომ ქრისტეს მიბაძეთ მეთქი. თქვენ რა მოგთხოვოთ რა? თქვენ ის გიყვართ, რაც გიყვართ და იმას ეპოტვინებით, რაც გიყვართ. აი მე კი ქართველ ჩემს ხალხს ემწყდება გული, რომ ის ვერ გაიგო ქრისტე რას ამბობს. იცი, ქრისტე შენ არ მოკლავს. ჩემი ქრისტე, რომელიც შენ ვერ აღიარე. შენ არ მოკლავს იმისათვის, რომ მის მიწაზე ცხოვრობ. იცი რატო? იმიტომ რომ ის შენთვისაც ეცვა ჯვარს. და იცი რა გითხრა? მიუტევ მამაო. არ იციან რა საიქმანო. იგივეს გეტყვი მეც. წაიღე მიწა თუ გინდა. იცოცხლე ამ მიწაზე. ბიზნესები ააყვავე. შაბათი ხო კარგად იცი რა არის. მე კიდე უფრო მეც გეტყვი. შარბათ? აი ეს ფულის გადათვლის დღეა, როცა ოქროებს ითვლიან. ისინი უკვდავნი, რომელიც ამ დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადამიანები მონებად დაიყენეს. გეცოდინება ვიზე ვსაუბრობ. წაიღე, შენი იყოს ეს მიწა. ეგ მიწა შეგწამს ბოლოს და ვერსად ვერ გაიქცევი. ეგ მიწა თუ არ შეგჭამს, აი შენი წინაპრები როგორც იქცეოდნენ, ისინი შეგჭამენ, სანამ მიწაში ჩაგდებენ. მიწაში შენს ჩაყრიან. მაშ? და თუ ესეც არ მოხდება, შეიძლება კიდევაც ფერფლად გაქციონ. მაგრამ ფერფლი მაინც მიწას უერთდება და იყავი მიწა. იყავი. მიწად ხარ დარჩენილი. მაკა ასევე მინისტრები მინისტრების გავიცანი ცნობილი ჩვენი ზაზა ჩამოსული სტუმრები ყველა კუთხიდან ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია რომელიც ჩამოყვა პირადად ცოტა პატარა დიოდნა ფეხმაში მოსუხა და ბოდიში ყოველდღე ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია
რა გინდა? რა გინდათ საერთოდ? იცით რა გინდათ? ფული გინდათ? ეგ ფული თქვენია და კიდე რა გინდათ? მიწა. ეგეც თქვენი იყოს, კიდე რა გინდათ? ჩვენ რას გვიპირებთ? არ გვაქვს ადგილი არსად? იცი, ქართველებს რომ ესე ექცევით, თავის მიწიდან რომ ზღუდავთ და ყრით. იცი, მერე თქვენ რა მოგივათ? აი შენ რომ უცაბედად არ იცი და თავზე დაგატყდა ისრაელში უბედურება, რომელიც ეხლა წეღან ახსენე. იცით რომ ეგ მხოლოდ მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც შემდეგ დაგატყდებათ თავზე? არ იცით? მე გეტყვით. ასე იქნება ზუსტად. მე ილია მეორე ხმამაღლა არ დამიწყევლია, მაგრამ რაც დავწყევლე, აუხდა. გულით დავწყევლე და აუხდა. და იცი რა იყო ჩემი წყევლა? როგორც მომეკეცით, ისე მოგექცნენ მეთქი. ეს იყო და ეს მეტი არაფერი. ამოწყდით ხო არ მithქვას. იგივენაირად დაგწყევლით თქვენს. როგორც თქვენ ქართველ ერს მოექცევით, ისე მოგექცნენ თქვენ. მეტი რა უნდა გითხრათ? თქვენთვის ბიზნესმენები უფრო საინტერესო ტიპები არიან, ვიდრე ქრისტე. ქრისტე დღესაც არ იცით ვინ არის. იცით ვინ არის ქრისტე? ქრისტე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხოვს. გაგახსენდა ეგ ზღაპარი? თუ არ გაგახსენდა, 2600 წელი ხო ამ მიწაზე ცხოვრობ, გაგახსენებ. ამ ზღაპარს კომბლე ქვია. ხო და ის ცხრები ჩვენ ვართ. ის კომბლე კი ჩვენი მწყემსია. მაშ, კარგად წაიკითხეთ ეგ ზღაპარი და მეც კარგად მომისმინეთ, მეც ის ერთი ცხვარი ვარ, რომელიც ყვირი ვარ. ის მარტო ერთრქიანი ცხვარი ვარ, რომელზეც თქვენი წინაპარი ენოქი საუბრობს. ხო და ხომ იცით რა მოგივათ, თუ კი ამ ერთრქიან ცხვარს რამეს ავნებთ. კომბალი მოგხვდებათ თავში. მაშ შენ ხო მაგარი თამადა ხარ. მე კარგად შემიძლია მოვყვე რეალურად ის ამბავი, რომელიც უნდა მოხდეს. თუ მინდა წინასწარმეტყველი დამარქვი, ან შორს მჭრედი, ან მის სიტყვას ძალა აქო ეს თქვი, რა ვიცი რომელიც გინდა. ეგ დავითის ვარსკვლავი რომ გაქვთ მანდ ლურჯად. ეგ იცით ვისი ვარსკვლავია? ეგა ქართულ ანბანში დედასა და მამას ნიშნავს. ხო და ებრაულ ენაზე მაგ ვარსკვლავს ვერ დახატა, მაგრამ ლაზარის ენით ეგ ვარსკვლავი გამოისახება. ეგეც თქვენი თუ გგონიათ, შეგახსენებთ, რომ ვერ იქნება ეგ ვარსკვლავი თქვენი. ეგ ვარსკვლავი ქართული ანბანის არის. იმისი, ვინც ქართული ანბანი შექმნა და ვინც ქართულ ანბანზე საუბრობს, ვინც წერს და ვინც კითხულობს და ვინც მის სიმბოლოებს იცნობს, მისი არის ეგ ვარსკვლავი. და
ხედა? ვერ ხედა. ვერ ხედა. არა, უშავს მეკითხე. ეს ბეჭედი ის ვარსკვლავია, რომელსაც ერთ დროს თამარ მეფე განიხილავდა. ხო და ახლაც თამარ მეფეს ეკუთვნის ეგ ვარსკვლავი. შენ რატომღაც ყველას რომ პარავ, ის დროა, რომ უკან დაუბრუნო ყველას, მენტალურში, ასტრალურში თუ ფიზიკურში. ხო და ჩემო კარგო, ამ მიწებს რომ დაეძებ და რომ მათხოვრობ, მერე კი აღარ იმათხოვრებ, მერე კი აღარ გექნება სადარდებელი, რომელი მიწა მოგცა ღმერთმა. მერე ღმერთი შენც მოგცემს მიწას ლეგიტიმურად, დამსახურებულად. რატო? იმიტომ რომ თუ კი მის შვილს აღიარებ, იესო ქრისტეზე მაქვს საუბარი, მისი შვილის მიწა შენიც იქნება. არ არის პრობლემა. ვიცი, აი, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, ლონგინოსი და ელიოსი, სიდონია და მისი დედა, 4-ვე ებრაელი იყო. აი, ესეთი ებრაელი თუ გახდები, რომელიც ქრისტეს კვართს გააპატიოსნებს, რომელიც ქრისტეს კვართს ჩაიხუტებს და გარდაიცვლება დარდით, რომელიც ქრისტეს სიმართლეს აღიარებს და მას რომ ხელზე ლურსმას წააჭედებენ, მაშინვე გარდაიცვლება სიდონიას დედასავით, აი მაშინ შენ დამსახურებული ებრაელი იქნები საქართველოს მიწაზე, იმიტომ რომ ეს მიწა ქრისტესია და თუ კი ქრისტეს აღიარებ, შენიც იქნება ეს მიწა. მეტი მე არაფერი მაქვს სათქმელი შენთვის. ან გაიგებ და ან არა. ეს შენი ნებაა და იცოდე რომ ჩემი პირით ღმერთი გესაუბრება. აბაი.